მოგესალმებით ჩვენი YouTube არხის მაყურებლებო. მოგესალმებით ბატონო გელა. მოგესალმებით. მოკლედ, ისეთი ამბებია ქალაქში, ყველა ჩვენს ფასდაკლებაზე ლაპარაკობს. დღეს უამრავი ხალხი ყავდა შოურუმში და ძალიან ბევრი მანქანა გაიყიდა. გრძელდება ჩვენი ფასდაკლება. ხვალ სიყვარულის დღეა, ხვალ უფრო მეტ მომხმარებლებს ველოდებით ჩვენთან შოურუმში მობრძანდით. მოგესალმები, მარი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მინდა ყველა ქალბატონს მოულოცო ხვალინდელი დღე. ჩვენ გუშინაც მოულოცეთ, დღესაც მოულოცავ და რა თქმა უნდა, ხვალას და მთელი ჩემი ცხოვრება, სანამ მე ვიქნები, ყოველთვის მოგილოცავთ ხვალინდელ დღეს, სიყვარულის დღეს. სიყვარული ავტომობილთან ერთად არის კარგი. როგორ იტყვით? მართალი. ხო კარგი აზრია. ხდება სიყვარულს. ხო კარგი აზრია. ძალიან. მოდი დავიწყოთ ახლა ჩვენ აი ამ ჩვენი ავტომობილებით. თქვენ იცით რომ მე ამ ელექტრომობილებში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის და ერთ-ერთი ადამიანი ვარ, პირველი, რომელმაც საქართველოში ეს ავტომობილები შემოვიყვანა რეალურად. შეიძლება ახლა ვიღაცას გუშინ წინ იმიწინა 1-2 მოყავდათ, მაგრამ მე რეალურად ეს უკვე ბაზარში შემოვიყვანე და ჩვენ დღეს ძალიან ბევრი სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილები ყავს, როგორც ელექტრო, ისე საწვავზე მომუშავე. აი თქვენ გუშინ გააკეთეთ განცხადება, ჩვენ გავაკეთეთ გუშინ განცხადება, რომ ჩვენ ფასდაკლებას გავაკეთებდით. და რა მოხდა? უამრავი ხალხი იყო დღეს, ყველა ჩართულები ვიყავით მომსახურებაში, გაიყიდა რამოდენიმე მანქანა და არიან ძალიან ბედნიერები. ქალბატონებიც და მამაკაცებიც. მამაკაცებმა თავიანთ მეორე ნახევრებს უყიდეს სურპრიზად და ხვალ მიართმევენ, ასე რომ უნდა ჩავერთოთ ჩვენ. აი დღეს ერთი მომენტი იყო ძალიან მაგარი, უბრალოდ სახელ და გვარს არ ვიტყვი. აი ცოლ-ქმარი მოვიდა. ჯერ იყიდა ქმარმა ავტომობილი და დღეს გუშინო თქვენი გადაცემა ვნახეო და ის ავტომობილი ზუსტად რაც მივეცით 5 დღის უკან ჩვენ გუშინ მივეცით უკვე $3000 უფრო იაფად და აი გახარებულები წავიდნენ და მთელი სურათების გადაღება და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ ხვალ მთელს ქალაქში, მთელ საქართველოში თქვენი ავტომობილები ბანტით რომ მიართმევენ თქვენს ავტომობილებს თავიანთ მეორე ნახევრებს. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს 4 თუ 5 მანქანა, რომელსაც უნდა მეუღლეებმა აჩუქონ და ჯერ არიციან რომ აჩუქებენ მეუღლეებს ვთქვათ და გააკეთებიეს ჩვენ ბიჭებს ევაკუატორით, ხო, ევაკუატორით. უნდა მიუყვანონ და ის ბანტი რაღაცას რო უკეთებთ, აი ამას აკეთებენ და ძალიან კარგია ხვალ 3 საათზე 3 თუ 4 ესე მივა სახში რო არიციან ისე. მერე აუცილებლად გვაჩვენეთ თქვენი რეაქციები. აი უყურე როგორ არის. მოდი დავიწყოთ ამ ავტომობილებზე საუბარი. წარმოიდგინეთ ამ ავტომობილებმა დღეს ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. აი მე გეტყვით ბატონო გელა, ეს ჩინეთში წარმოებულმა მანქანებმა სრული რეკორდი მოხსნა ქართულ ბაზარზე და მომავალ წლებში ეს რა თქმა უნდა უფრო და უფრო განვითარდება, მაგრამ ამაში უდიდესი წვლილი თქვენ მიგიწვით, რა თქმა უნდა. აი მართლა რომ მე აი სული და გული ჩავდები ამაში. ცოტა უფრო მეტი შემეძლო, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. ცოტა უფრო მეტი შემეძლო და მეძე კიდე მეტი, მაგრამ რა სიზამ ახლა. ხო გზა არ არის. რისი თქმა მინდა, ჩვენი ავტომობილები, რომლებიც ჩვენ შემოვყავს, რატომ იყიდება? ჩვენი ავტომობილების მთავარი მიზეზი, რატომაც იყიდება ელექტრომობილზე, არის ხარისხი და ჩვენ მას ვაძლევთ გარანტიას. კიდევ ვამბობ, რომ შეიძლება იყოს რაღაცა პატარა გაურკვეველი რაღაცეები, ეს ავტომობილია, ხო, ეს არის რკინა, ხო? მაგრამ ჩვენ თითქმის 99% პრობლემა არავისთან არ გვაქვს. თან უკვე ეს დამტენების გამოსტორდა, ქალაქში ძალიან ბევრი დამტენებია დამონტაჟებული. თვითონ ავტომობილებსაც ძალიან კარგი დამტენების მოყვება. ელექტრომობილები უკვე გვყავს ჩვენ მაგალითად BYD, ხო?
ჩვენ აგერ გუშინ თქვით, რომ სენაკელ ქალბატონ ნანას მივყიდეთ, მოკითხვა ნანას და მთელ სამეგრელოს და ქალბატონო ნანა სენაკს მოკითხვა დიდი და სიყვარულით. წარმოიდგინე ნანა როცა იყვანა ეს ავტომობილი იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ დიდს და პატარას ესე უნებოდა რამ ავტომობილი ყოფილაო. წარმოიდგინე ახლა ამ ავტომობილით სენაკში ჩახვალ და ჩამოხვალ. აი ამაზე უკეთესი რა არის მითხარი? ერთჯერ დატენი, ჩახვალ, ჩამოხვალ. მოყვება 3 დამტენი. კი და გზად ბევრგან ხდება კი, უკვე კი, დამტენები, კი, ასე რომ პრობლემა აღარ უკვე დატენვის პრობლემა არის აღმოფხრილი. ჩათვალე რომ უკვე ეს პრობლემა არ დგას. ყველა ავტომობილს მოყვება, თუ არ მოყვება და ჩვენ გვაქვს. ახლა კიდევ მინდა ელექტრომობილებს. ელექტრომობილის დრო არის ხვალ. აი მდიდრებს ყველგან ყველა ქვეყანაში თუ ყავს სიტყვაზე თქვა ძვირადღირებული რაღაც ავტომობილი, ყველას ყავს სახში ელექტრომობილი. იციან რომ ზეგ მაინც ელექტრომობილი არის საყიდელი, გინდა არ გინდა. აი ახლა აქ რამდენი ავტომობილი დგას დღეს, მარტო ერთ დღეს რამდენი ავტომობილი გაიყიდა, ხო? აი ჩვენ ყავს მაგალითად ყველა აი რატო იყიდება ჩვენთან? აი შეხედეთ. მარტო შენობა კი არ ყიდის ავტომობილს. ავტომობილს ყიდის თვითონ თავისი ხარისხი. მერე მომსახურეობა. მერე თქვენ. თქვენი სახელი. აი უყურეთ. ავიღოთ ჯეტური. ჯეტური საქართველოში კი არა, კავკასიაში. ჩვენ ჯეტურს რო ყიდით, მე არ ვიცი, ამდენი ჯეტური თუ სადმე გაიყიდება, ხო? ჯეტური რა არის? სახელი აქვს ჯეტური, არის ქარხანა, ვერც ევროპაში ნახავ მასეთ ქარხანას და ვერც აზიაში. ახლა უყურე როგორ არის. ადამიანს უბრალოდ გეწყინება და რატომ არიან ესეთი ადამიანები, აი დაბოღმილი ადამიანები, რატომ არიან ამ ქვეყანაზე? იცით რა, ჩინეთში აწყობილი მანქანა. ბიჭო, მთელ მსოფლიოში ყველაფერი იყიდება ჩინეთის წარმოებული, ხო? მე გეუნები 10 წლიან გარანტიას ვაძლევ მანქანას და მოდი BYD-ს, ჯეტურს, აი აგერ iCars, ის რო შემოვიყო ჩანგანი და იმ ავტომობილს. მოდი აგერ Volkswagen-ი, ხო? რატო გადავიდა ყველა ევროპაში? ყველა ისა ევროპული ავტომობილები რატო გადავიდა? იმიტომ კი არ გადასულა რომ იქ იძახიან რომ ესეთი მუშახელი არა. იქ სხვა კანონებია. იქ არის დისციპლინა და იქ რეალურად ხალხი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. და თვითონ მე აი ეს რაც ავტომობილს ჭირდება, ყველა დეტალს თვითონ აკეთებენ. გერმანელი მანქანას აკეთებს და ნახევარ მსოფლიოში ყიდულობს ნაწილებს. ეს არ არის. ჩინელები ნებისმიერ ნაწილს ყიდულს აკეთებენ თვითონ. აი ახლა არ ვიცი არ შეიძლება ამის თქმა. აი ნებისმიერი $70,000-მდე ავტომობილი. მოვიყვან ჩვენ ხვალძეგ, შევადარებ ჩვენს მაგალითად ან ჯეტურს ან ჩანგანს. ჩანგანს ჩვენ ვყიდით 28,000-ად რა, რეალურად რო ვთქვათ. და მოიყვანეთ $60,000-იანი მანქანა და შეადარეთ. ახლა კიდევ მინდა ვთხოვო მოსახლეობას. ვინც არ იცის ის ამბობს, თორემ იცის ის არასდროს არ იტყვის, ხო? ხო და ვინც არ იცის, დავპატიჟოთ ჩვენთან. არა, არ მოდის, ვინც არ იცის, აი მართალი ხარ, კარგი გოგო ხარ ერთი, მოვიდეს ვინც არ იცის, დაждდეს, გაიაროს, ხო? ჩვენ გუშინ ვთქვით, აი თქვენ პირადად რამდენი ხანია დადიხარ მაგალითად ჯეტურის ჯიპით, ხო? რა ქვია, თეორით. აი ყველგან იყავი, ხო? ბათუმშიც, ქუთაისშიც, იქაც, აქაც მიდიხარ, მოდიხარ და რამდენი ხანია რო ვყავს? აი რას გეუბნებით ხოლმე საჭესთან რომ არასდროს არ ვიღრებით, ხო? აი არ ვიცი რა. აი რაღაცნაირად კომფორტული მაგალითად შეიგრძნოთ. ძალიან კარგი ავტომობილია და მე მინდა მოსახლეობას მიმართვა. რატომ უნდა იყიდოთ ძვირადღირებული ავტომობილი, როცა ჩვენ გვყავს აგერ უფრო იაფად და უფრო ხარისხიანი. მოდი ავიღოთ ახლა ჯეტურ დაშინგი, ხო? ჩვენ ამას ხო ყოველდღე ვყიდით, ხო? და ვინ იცის ახლა უკეთესად? დღეს 2 გაიყიდა. კი ბატონო, ვინ იცის უკეთესად მითხარი? აი იმ ადამიანმა, ვინც ამას წერს, თუ მე მოდი და დავილაპარაკოთ. მე ერთჯერ ვთქვი, მეორეჯერ ვთქვი და მესამეჯერ არ მგონია რომ სიტყვაზე ვთქვათ მომიწიოს ისეული
ამის განმეორება, ხო? ეს ლანძღვა რაღაცა. მოდი და თქვი, რა გინდა? თუ არ გინდა, რატო ყიდულობ და არ იყიდო, ხო? ვინც იყიდის იმას, რატო უცრუებ გულს, ხო? რატო უქმნი პრობლემას? მართალი ხარ. აი ამ ფაში, აი ეს ავტომობილი როა. მანახი აბა საქართველოში ერთი გერმანული ავტომობილი. და ამას ზუსტად ვინ ამბობს, იცი, კეთი? ვისაც არასდროს რო არ ყოლია. და ვერასდროს ვერ დაждდება კიდევ. თუ შენ არა გაქვს საშუალება, სხვას არ უნდა აგინო. მე ერთჯერ ავხსენი და მეორეჯერ ავხსნი კიდე. ჩინეთში აწყობილი ავტომობილები არის ძალიან კარგი ხარისხის. ჩვენ აგერ სხვა ავტომობილები წავს, Toyota-ს, BMW-ს, Mitsubishi-ს, Mercedes-ს, მოდი და ის იყიდებ, ვთქვათ. ანუ ყველაფერი გვყავს. ყველაფერი გვყავს, აი ჩვენთან ადამიანი მოვა და ავტომობილს რო ვერ შეიძეს, ესეთი არ არის. კიდევ ერთჯერ გავიმეოროთ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლება. აი ჩათვალეთ, რომ იმდენად დიდი ფასდაკლება გვაქვს, რომ ავტომობილები რეალურად იყიდება. რატომ უნდა იყიდო? რატო ტირი ხარ მე ავტომობილს იყიდი ქუჩაში, ვერ გააკეთებ? აი მითხარით აბა თბილისში BYD რო გაგიფუშტეს, აი სად გააკეთებ? თქვენ გირეკავენ. თქვენთან. აი უყურეთ როგორ არის. ვისაც უნდა იმაზე დავენიძლევები, ხო? მოვიდეს, ერთი უკანა სტოპი მოხსნათ BYD-ზე და წავიდეს და სადაც უნდა გააკეთოს, ვერ გააკეთებს. ის რომ მე იმის დილერი ვარ, ამის დილერი ვარ, ეს არის ყველაფერი ტყუილი. არავინ არაფრის დილერი არ არის. დილერი ვარ ჩვენ. 1 კილომეტრზე რო გიყანი 1000-ობით ავტომობილი, მაშინა ხარ დილერი. და შესაბამისი სერვისი რო გაქვს. აბა ბინების ქვეშ გაქვს 30 კვადრატი ნაქირაები და მიაწე რაღაც გაურკვეველი ასოები და იძახი რომ ამის დილერი ვარ, იმის დილერი ვარ და მე გუშინ გითხარი, ხო? ჯეტურ აბაშა შეიძლება მიაწერო ბინების ქვეშ, თორე ჯეტურ საქართველოზე პრეტენზია როგორ უნდა კონდეს, როცა ადამიანს არ შეიძლება. აი ზუსტად პირდაპირ არის ეს ადამიანის შეცდომაში შეყვანა, ტყუილი, ხო? იძახი ახლა მე ერთი ფურცელი აიღე, რომელიც ღირს $100. ერთი ფურცელი დილერობის ღირს $100, იმიტომ რომ ნებისმიერი მოგცემს ამ ფურცელს. აქ მთავარი ფურცელი კი არ არის. აქ არის შედეგი. აი ავტომობილი, აი დიაგნოსტიკა, აი პროფილაქტიკა. და ერთჯერ რო გადაამოწმონ, აი რეალურად რო ერთჯერ გადაამოწმონ, მე როგორ იქნება, ხო? და არ გვინდა, ეს არის კონკურენცია, ყველამ უნდა მოიყვანოს, ბევრი უნდა მოიყვანოს და სადაც კარგად მოგემსახურებიან, აი იქ იყიდის მომხმარებელი, ხო? რამდენი ავტომობილია ჩვენთან გაყიდული. ჩვენ არის ისეთი რამ, რომ ავტომობილზე ვერ გავაკეთეთ. შენ გსმენია ესეთი რამე? მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ჩვენთან სრული ასორტიმენტი, all inclusive ხალხო. მე მინდა ცივცეში. მოსახლეობას მიმართო. მატემოტორსის ცენტრში შეიძინეთ ავტომობილები და იქნებით კმაყოფილი. ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენ და ამ კომპანიის უკან მდგავარ მე. რაც შეეხება მინდა ქუთაისელებს უთხრა, ძალიან მალე დამთავრდა ქუთაისში ცენტრის მშენებლობა და ხვალ ზედ იგივე ავტომობილები იქნება ქუთაისსა და იმერეთში. მხოლოდ იქნება იმერეთში და ჩვენ ესე ვაკეთებთ ახლა. ჯეტურ თბილისი, ჯეტურ ქუთაისი, ჯეტურ ბათუმი, ჯეტურ თელავი და ჯეტურ კავკასია. რა თქმა უნდა. და დანარჩენი სხვა ავტომობილები. გისურვებთ წარმატებას. წარმატებები, კარგად.